სემინარის სტუდენტი ვიყავი, ანტონი დიდის სწავლებას ვკითხულობდი და ანტონი დიდს ეწერა, რომ ამპარტავანი ადამიანიო, თუ კი რამე გაუკეთებია ამ ქვეყანაზე, აბსოლუტურად ყველა სიკეთეს ხაზს უსვავს და წყალში ყრისო, ვერ გავიგე. ძალიან გამიჭირდა ამის გაგება. მეთქი როგორ შეიძლება ღმერთი ისეთი უსამართლო იყოს, რომ თუ კი რამე გიკეთებია, უამრავი სიკეთე შეიძლება გაქვს ნაკეთები. მეთქი ერთი ამპარტავნების გამო ყველაფერი წყალში როგორ უნდა ჩაგეყაროს. მერე მივხვდი. დიდი ხანი არ არის რაც მივხვდი. რას ნიშნავს ეს? იცით რას ნიშნავს? შენ შეიძლება ვიღაცას მართლა რაღაცა გაუკეთე. იმას შერჩება ის სიკეთეთ გაკეთებული, კი ბატონო. ის შეიძლება მადლიერიც იყოს შენი, მაგრამ შენ არ გარგებს ეს ყველაფერი არაფერს, ხვდები? შენ გიქარწყლებს, შენ გიკარგავს ეს ყველაფერს. ყველა შენს გაკეთებულ სიკეთეს ხაზს უსვავს ეს შენი ქედმაღლობა და ამპარტავნება. იმიტომ რომ შენ ამ ყველაფერს სულის აღსაშენებლად კი არ აკეთებ. შენ ამ ყველაფერს ღმერთს კი არ უმისამართებ. კი არ გახსოვს რომ ყველა ეს სიკეთე ღვთისაგან მოდის შენთვის, არამედ შენთვის შენ ხარ მაგარი, შენ ხარ ძლიერი. აი ამიტომ გმართებს თავმდაბლობა ჩემო ძვირფასებო. ამიტომ გვიკიდია ჩვენ გულზე ჯვარი, რომ ყოველთვის მუდამ ჩვენთვის დამდაბლებული ჯვარცმული ღმერთი გავიხსენოთ. შეიძლება ჩვენ ამპარტავნები თავმდაბალ ღმერთთან ერთად მშვიდობიანად თანავცხოვრობდეთ? ეს ხო წარმოუდგენელია. ღმერთი შემოქმედი იყოს თავმდაბალი და ჩვენ ამპარტავნები? აი დაფიქრდით უბრალოდ ამაზე და მიხვდებით რომ ეს ყველაფერი ასე. დღევანდელი დღე საქართველოს რეალობაში ასევე ძალიან მძიმეა იმ თვალსაზრისითაც რომ 93 წელს 32 წლის წინ ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა. სოხუმი დაეცა. ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი. სწორედ დღევანდელ დღეს, ჯვართამაღლების დღეს, 27 სექტემბერს. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, კეთილო ხალხო, დიდი დრო გავიდა უკვე. მე ის თაობა ვარ ჯერ კიდევ, რომელსაც ძალიან კარგად მახსოვს სოხუმი და 9 წელი ვისვენებდი ჩვენი ოჯახი აფხაზეთში ზაფხულობი და ჩემთვის ძალიან სანუკვარია და აი თქვენ ვერ აგიწერთ როგორ მენატრება. და როგორ მინდა იქ ჩასვლა და იმ ადგილების მონახულება, სადაც მე ბავშვობა მაქვს გატარებული. მაგრამ სამწუხაროდ ნახეთ რა ხდება, 32 წელი გავიდა უკვე. თაობა შეიცვალა. აი იქიდან წამოსულ ადამიანებშიც კი, აი აფხაზეთიდან ტოლუილებშიც კი, უკვე ახალი თაობა წამოვიდა, რომელსაც აფხაზეთი აღარ ახსოვს. რომლებიც აქ დაიბადნენ და აქ გაიზარდნენ. და ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნელ-ნელა ჩვენ შეიძლება ეს ყველაფერი დაგვავიწყდეს და არ უნდა დაგვავიწყდეს არასოდეს. აფხაზეთ ჩვენ იცი როდის დავკარგავთ და სამაჩაბლოს? როცა ჩვენს ახალგაზრდებში და არა მხოლოდ ახალგაზრდებში აი ეს ნოსტალგია გაქრება მის მიმართ. ეს არ უნდა მოხდეს არასოდეს. ჩვენ კაი ქართველები სწორედ მაშინ ვიქნებით, როცა ყოველ დღე გვემახსოვრება ჩვენი ტკივილი აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეხლა ტაო კლარჯეთზე აღარ ვლაპარაკობ. უნდა გვახსოვდეს, მუდამ უნდა გვახსოვდეს.